მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ქალბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კომიტეტის წევრებს ყველას მივესალმები და ვიტყვი რომ ეს ის ორი კომიტეტია, რომელთანაც ერთადაც ჩვენ ვიმუშავეთ არაერთ რეფორმაზე ამ 3 წლის მანძილზე, თუმცა აქ სხვა კომიტეტებიც ბრძანდებიან და მათაც მივესალმები და გაუზიარებ ჩემ მადლიერებას, იმიტომ რომ თქვენს გარეშე რა თქმა უნდა ვერც ერთი ის რეფორმა ვერ განხორციელდებოდა, რაც ჩვენ 3 წელი ერთად ჩავატარეთ. სულ ბოლო ორ პაკეტს გავიხსენებ, რომლის შემდეგაც უკვე მომავალ გეგმებზე გესაუბრებით. ეს არის ნოტარიატის რეფორმის პირველი ტალღა, რომელიც თქვენ დაამტკიცეთ, პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი და ნოტარიუსთა პალატის და რაც მთავარია ჩვენი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სახელით მინდა გითხრათ მადლობა, რომ ეს ჩვენი ინიციატივა გაიზიარეთ. ამ რეფორმის დამსახურებით იანვრიდან საქართველოს ისეთ მუნიციპალიტეტებში გაჩნდებიან ნოტარიუსები, სადაც არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ ნოტარიუსი და ხალხს უწევდა ავტობუსით მოგზაურობა საათობით ელემენტარულად ხელმოწერის დამოწმებისთვის. ეს არის მთის რეგიონები და არა მხოლოდ მაგალითად ვანში ჩვენ დღემდე ვიყავით, რომ არა ეს რეფორმა ნოტარიუსის გარეშე. მომავალი წლის გეგმაში ჩვენ გვაქვს ნოტარიატის შესახებ კანონის რეფორმის მეორე პაკეტი, რომელიც უკვე ნოტარიუსის დისციპლინურ პასუხისმგებლობას უფრო მაგაღალ ხარისხში აიყვანს და დახვეწს. და მომავალი წლის გეგმებში ჩვენ საკანონმდებლო რეფორმის გეგმაში, რომელსაც წარმოუდგენთ, ახალ პრემიერ-მინისტრს იქნება სწორედ ამ თქვენ მიერ ჩვენთან ერთად დაწყებული ნოტარიატის რეფორმის გაგრძელება. ასევე მადლობას გეტყვით და უკვე იმპლემენტაციაზე ვმუშაობთ, მოწმის გამოკითხვისა და დაკითხვის რეფორმის თვის, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭირეთ და ჩვენ სწორედ მჭიდრო თანამშრომლობით მივახციეთ იმას, რომ რამდენიმე სამინისტრო, მათ შორის ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც აქ ბრძანდებიან და თქვენ, პირველად შემოიტანეთ საქართველოში პრინციპი, რომლის შემოტანასაც მრავალ მთავრობას მოუწოდებდა მრავალი ჩვენი მეგობარი შიგნიდან თუ გარედან და ეს მოხერხდა მხოლოდ ახლა. საქართველოში მოწმის გამოძიებაში დაკითხვის ინსტიტუტი გაუქმდა და გამომძიებელთან მოწმის გამოკითხვა გახდა ნებაყოფლობით. დანარჩენი დეტალები თქვენ რა თქმა უნდა ჩემსავით თუ არა უკეთესად იცით ამ რეფორმის, რომელიც ერთად შევიმუშავეთ და მომავალი წლის გეგმა არის, რომ ძალიან დიდი ყურადღება დაეთმოს ამ რეფორმის იმპლემენტაციას, რადგან თქვენ იცით, რომ ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს, რაც არ უნდა ქაღალდზე კარგად გამოიყურებოდეს, გამოყენების, კანონის გამოყენების ეტაპზე დიდ ძალისხმევას. ეს არის ასევე ჩვენი გეგმა. ჩვენი გეგმა მომავალ წელს, რომლითაც და რეფორმები, რომლითაც ჩვენ მოგვიწევს ასე ვთქვათ, თქვენი ყურადღება კიდევ უფრო აქტიურად მივიპყროთ, იქნება შემდეგი და მე ნუსხას წარმოვადგენ, რა თქმა უნდა, მოკლედ ახასიათებებით. ეს არის ცვლილებები პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში. პირველ რიგში ჩვენ იდეებს ვიღებთ და ვისთვალისწინებთ აზრებს, რომელიც გამოითქმის ხოლმე პოლიტიკური პარტიების მხრიდან იმ უწყებათა შორის კომისიის ფარგლებში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ წინასაარჩევნო კამპანიისას და იქ დადგა რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ და შემოგთავაზებთ იანვარში რეფორმის სახით. ეს არის პოლიტიკური პარტიების წესდებებში ან იმ მონაცემებში ცვლილებებისას, რომელიც თავის დროზე ნოტარიუსის მონაწილეობით ყრილობაზე მტკიცდება, როდესაც ეს მონაცემები ცვლილებას განიცდის, ცვლილებისასაც პარტიები ითხოვენ, რომ ნოტარიუსი იყოს მათთან, რომენ იყოს სავალდებულო, რადგან ადგილი არ ჰქონდეს გარკვეული ტიპის შიდა პოლიტიკურ, შიდა პარტიულ არ მომერიდება და ვიტყვი მაქინაციებს. ასევე ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე ვალდებულება შესასრულებელი გრეკოს რეკომენდაციებიდან, მათ შორის ეხება რამდენიმე პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონს და ჩვენ ეს ორი რეფორმა ასევე გვაქვს მომავალი წლის გეგმაში. ასევე ჩვენ ვიმუშავეთ უწყებათა შორისი
კომისიის ფარგლებში, სადაც ყველას გვახსოვს, საკმაოდ აქტიურად იდგა ეგრეთ წოდებული სპეცუბნების თემა. ჩვენ უწყებათა შორისი კომისიის ფარგლებში შევქმნით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ძალიან აქტიურად თავდაცვის სამინისტრო. ჩვენ ყველა სტრუქტურა ვართ ჩართული ამ სამუშაო ჯგუფში და უკვე შექმნილია კანონი, რომლის თანახმადაც ძალიან მინიმალურ შემთხვევებში, მაგალითად ციხეში შენარჩუნდება მხოლოდ სპეცუბნები, არის თავდაცვის სამინისტროსგან და სხვა ძალოვანი სტრუქტურებისგან მზაობა, რომ თუ კი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის, სპეცუბნები მომავალი არჩევნებიდან არ არსებობდეს. ეს პაკეტიც თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენი მონაწილეობით, როგორც უწყებათა შორისი კომისიის, იქნება მთავრობაზე წარდგენილი და შემდეგ თქვენ უკვე მოგიწევთ, რომ დრო დახარჯოთ იმისთვის, რომ ეს ნაწილიც, რაც კითხვის ნიშნებს ბადებდა, ბოლომდე გამოირიცხოს კანონის დონეზე. ჩვენ დავასრულეთ იუსტიციის სამინისტროში კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ქალთა ორგანიზაციებთან, რაიონებში ბოლო შეხვედრა, რითაც დასრულდა საჯარო კონსულტაციები ქალთა უფლებების პაკეტის შესახებ, ეს გახლავთ თელავი, სადაც უკვე იქ შევხვდი მე ქალთა ორგანიზაციებს, მანამდე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში მქონდა შეხვედრები და სტამბულის კონვენციის რატიფიკაციისთვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონში არის მზად და ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნის მიზნით ეს პაკეტი მომზადებულია და წარმოგედგინებათ ერთის მხრივ სტამბულის კონვენცია რატიფიკაციისთვის, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წელს და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. და ჩვენ ერთად გვინდა, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი ძალადობა ოჯახში, იქნება ეს ქალის წინააღმდეგ, მამაკაცის წინააღმდეგ, თუ რაც უფრო ხშირია, ასევე ქალთან ერთად არიან მოხუცები, ბავშვები, რომ ჩვენ გქონდეს სრული შესაბამისობა კანონის დონეზე სტამბულის კონვენციის სტანდარტებთან. ასევე უკვე მზად არის და წარმოგედგინებათ, როდესაც თქვენ თებერვალში განაახლებთ მუშაობას, უკვე პარლამენტში გექნებათ ეგრეთ წოდებული ქუჩაში მცხოვრები და ქუჩაში მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ჩვენ ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათა შორის საბჭოში ვამზადეთ იუსტიციის სამინისტრომ დოკუმენტების ნაწილში, იდენტიფიკაციის ნაწილში, რადგან თქვენ იცით, რომ ბავშვის უფლებებს შესაბამისი უწყებები ვერ იცავენ, თუ კი ბავშვის სახელი, გვარი, იდენტიფიკაციის მონაცემები არ არის ცნობილი და ელემენტარულად ბავშვს დოკუმენტი არ გააჩნია. ამ ნაწილში პლუს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა ნაწილში და პოლიციის და სასამართლოს ნაწილში ეს არის ყოვლის მომცველი პირველი ეტაპი, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ამ ბავშვთა უფლებებს, რომელთაგან 15 მაგალითად იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში კვირაში რამდენჯერმე მოდის, ჩვენი მედიაციის სახლში, ნაძალადევის ფილიალში და ჩვენ რეალურად მათთან ძალიან დიდი სირთულეებით, მაგრამ შევძელით დაგვემყარებინა კონტაქტი. ახლა მზაობა აქვს როგორც პოლიციას, ისე ჩვენ, რომ პაკეტი გამოვიდეს თქვენს წინაშე და იქცეს კანონად. ამ რეფორმის შემუშავებაში ჩვენ გვეხმარებოდა UNICEF-ი და ძალიან დაინტერესებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. მოკლედ რომ თქვა, ეს რეფორმა იქნება, ასე ვთქვათ, ინკლუზიური პროცესის შედეგი და წარმოგედგინებათ. ამის შემდეგ ჩვენ თქვენთან წარმოვადგენთ ასევე რეფორმას, რომელიც მზად არის, რომელიც შეეხება მიწის რეგისტრაციის თემებს და აქ დაინტერესებული არიან არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არა მხოლოდ მე თვითონ, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი და საჯარო რეესტრზე პასუხისმგებელი პირი, არამედ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატებიც, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან ჩვენ გვჭირდება გქონდეს ისეთი კანონები, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოს საჯარო რეესტრ, რომელიც ხაზს უსვამთ, თქვენ კი იცით, მაგრამ მოქალაქეებისთვის არ ქმნის უფლებებს, ის უბრალოდ უფლებებს არეგისტრირებს, გქონდეს საშუალება მიიღოს ისეთი დოკუმენტები, რომელთა დარეგისტრირების შედეგადაც საკუთრების უფლება არის უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ნაკლებია სასამართლო დავები და ნაკლებია გადაფარვები. ამ პაკეტში იქნება ასევე
ამზომველების რეფორმაც, რომელზე მუშაობაც აკრედიტაციის სააგენტოსთან ერთად ჩვენ დავასრულეთ და საქართველოში ჩვენ გვინდა რომ მათთან ერთად ვაქციოთ ამზომველების პროფესია, აკრედიტაციას დაქვემდებარებულ პროფესიად, რადგან თქვენ იცით რომ სწორედ ამზომველების ნაკლოვანი საქმიანობიდან მომდინარეობს ის გადაფარვები, რომლის მსხვერპლი ჩვენს გამხდარვართ და არაერთი მოქალაქე. ამ პაკეტში ასევე მოიაზრება ისეთი თემები, როგორიც არის მიწის რეგისტრაციის პრობლემები მთიან რეგიონებში, სადაც დღემდე ადათი მართავს ამ თემას და ადათობრივი სამართალი და ჩვენ გვინდა რომ კანონით შემოვიტანოთ ნორმები, რომელიც ჩვენი მთის მოსახლეობასაც ხელშეუწყობს საკუთრების უფლების დაცვის სფეროში, ხელშეუწყობს ჩვენს მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და ხელშეგვიწყობს ჩვენ საჯარო რეესტრს, რომ ვიცოდეთ, რომელი ნაკვეთი ვის ეკუთვნის და რას ვარეგისტრირებთ. ასევე ჩვენ ახსრულების კოდექსზე მუშაობა დავასრულეთ. ერთადერთი რაც დარჩა არის ის, რომ ახალ პრემიერთან მე შევძლო და მისი ახალი ნორმები გავიარო და მთავრობის დასტურის შემდეგ თქვენის წარმოგედგინებათ ახსრულების კოდექსი თავის თავში მოაქცევს იმ ყველა ნორმას, რაც დღეს მოქმედებს, მაგრამ იქნება სიახლეებიც, მათ შორის კერძო აღმასრულებლების პროფესიის დარგში. გვაქვს ასევე თქვენ ჩართული ლობით შემუშავებული ნაფიცთა მსაჯულების რეფორმა, ასევე არის სისხლის მატერიალური კოდექსის რეფორმა უკვე მზად, ევროსაბჭომ დადო თავისი დადებითი დასკვნა და წარმოგედგინებათ თებერვალში ესეც. ინფორმაციის თავისუფლების აქტი არის ასევე უკვე ინკლუზიური პროცესის შედეგად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავისი მოსაზრება წარმოადგინა, ისიც არის მზად და თქვენი მომავალი 9 თვის საქმიანობის განმავლობაში ესეც იქნება ჩვენი პროექტი თქვენს წინაშე და ორი თემა, რაც ასევე მინდა რომ საჯარო თქვა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონების შეარსებული ხარვეზების გასწორება, რომ ჩვენ აღარ მოგვიწიოს ისეთი რეალობის წინაშე დავდგეთ, როდესაც მოსამართლეს, რომელსაც მანტია აცვია, საავადმყოფოში აიძულებს ვიღაც ხელი მოაწეროს, ამოაქვეყნებს სასამართლო თავის გადაწყვეტილებას იქ, სადაც არ უნდა გამოაქვეყნოს და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, იმ ნების და პრაქტიკის და გამომდინარე მოხდა, რომელიც ჩვენ დავინახეთ, მაგრამ კანონიც არ არის ერთაზროვანი და ისეთი, რომ აიძულებდეს კარგი გაგებით შესაბამის დაწესებულებას, რომ მხოლოდ კანონის გზით იაროს. ასევე ჩვენ ეგრეთ წოდებული მოწამლული ხილის პრინციპის დანერგვა გვინდა, თქვენ იცით, ვინც ჩვენთან ერთად სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათა შორის საბჭოში ხართ ჩაბმული, როდესაც მაგალითად განსასჯელის სკამზე მყოფი ადამიანი მოსამართლეს ეუბნება, რომ პოლიციაში მას არასათანადოდ მოეყრნენ, პროკურატურაში არასათანადოდ მოეყრნენ და ის ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენებებია, რასაც მოსამართლე იხილავს, რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში მოსამართლემ. კმარა თუ არა ის, რომ პროკურატურას სთხოვოს, რომ ის დაინტერესდეს ამ ბრალდებებით, თუ უფრო მეტია საჭირო. ჩვენ სტრასბურგის პრეცედენტი გვეუბნება, რომ უფრო მეტია საჭირო და მოსამართლემ უფრო მეტი როლი უნდა შეიძინოს ამ მხრივ სასამართლო დარბაზში და ბოლოს ირიბი ჩვენების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასახვა მოხდება საპროცესო კოდექსში, ასევე 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილების მუხლის შესაბამის მუხლში ასახვა და რა თქმა უნდა ჩვენ იმედი მაქვს მუშაობთ, ეს რეფორმა ჯერ მზად არ არის, სხვებისგან განსხვავებით, რომ დავასრულებთ და წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, სამთავრობო მოსაზრებებს, რომელიც ყველა ჩემი კოლეგა უწყების მიერ გაზიარებული იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელი მექანიზმიც უნდა იძიებდეს იმ საქმეებს, რომელიც ეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ჩადენილს, სავარაუდოდ ჩადენილს, იქნება ეს ჯარში, ციხეში,
პოლიციაში თუ სხვა ძალოვან უწყებებში. ჩვენ გვაქვს ეს ვალდებულება აღებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ყველა უწყებაში არის ამისადმი მზაობა, ახლა ჩვენ ვსჯელობთ, გნებავთ, ვკამათობთ წამების საწინააღმდეგო უწყებათა შორის საბჭოში უკვე მოდალობებზე, თავისებურებებზე, თუ რა უნდა იყოს მოცემულ კანონპროექტში ჩადებული. ეს არის მოკლედ და ასე ვთქვათ, თქვენი დროის დაზოგვის მიზნით ის გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს, უკვე შედგენილი გვაქვს და ეს არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ერთმა უწყებამ და ერთმა პარლამენტმა მომავალი 9 თვის მანძილზე მოასწროს.